დღე და ღამეს 50 წლის თითქმის უსინათლო ალექსანდრე 80 წლის მძიმე ავადმყოფი დედის საწოლთან ატარებს. ნაზად უჭირავს იმ ადამიანის ხელი, ვინც სიცოცხლე აჩუქა და ვისაც ყოველთვის უყვარდა. საცოდავ ქალს ფეხებმა უმტყუნა. ალექსანდრე სისხლში აყვანილი დაყავს ისევე როგორც მან გამოიყვანა ის სამშობიაროდან. ისინი ერთი მთლიანობა გახდნენ. ახლა დედა მოზრდილი ბავშვია. ალექსანდრე კი მისთვის სიცოცხლის ყოველი ახალი წუთია. მის გარეშე უცებ სიკვდილი დადგება. საბრალოები სულ მარტო დარჩნენ ამ ქვეყანაზე. მათ არ აქვთ სახლი, არც საჭმლის, წამლების და პამპერსების ფული აქვთ. მათი ერთადერთი იმედი კეთილი ადამიანები არიან. მოდით არ გავუცრუოთ იმედები, მეგობრებო. თვითონ ალექსანდრე usინათლობით არის ინვალიდი. დიახ, ის usინათლო დაიბადა. ბავშვობაში 2 ოპერაცია გადაიტანა. შედეგად ერთი თვალით მაინც თითქმის ვერ ხედავს და მეორე თვალით რომ დაინახოს, სათვალეს ატარებს ზომით +3. ჩვენი დახმარების გარეშე თავს ვერ გაართმევენ. ინვალიდობის შემწეობა და სოციალური დახმარება ასოცილარი არ ყოფნით ბინის ქირის გადასახდელად. სოციალური თავშესაფრი, სადაც ადრე ცხოვრობდნენ, დატოვებას თხოვეს მას შემდეგ, რაც ვერა ბებია ავად გახდა და თავის მოვლა ვეღარ შეძლო. წარმოიდგინეთ, რომ ვერა თქვენი დედაა, მეგობრებო, და მას დაუყოვნებლივ ესაჭიროება დახმარება. როგორ მოიქცევით? მოუნდათ პალიატრიაში წამოყვანა და იქიდან 95% სასაფლაოზე მიდის პირდაპირ. მაგას არ დაუშვით. იმიტომ წამოვედით და ვიქირავით ბინი. ყველაზე მეტად ნერვიულობ ქუჩაში რო არ დარჩი. მე და დედაჩემ. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.